ანა გამარჯობა. როგორ ხართ მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო? ძალიან დიდი ხანი არ შემოსულვარ ლაივში და იმდენი რაღაც მოხდა, Diva girl, კარგად როგორ ხარ? თმაშ შესაღები მაქვს, მაგრამ მეზარება ჯერ, იმიტომ რომ მზეზე ისაც ფუჭდება, იწება ხოლმე. ლენი, კარგად, როგორ ხარ? ვაიმე, ბოდიში. დამეჭირა ხალხნო ბოდიში ჩამერთა. Diva girl, აუცილებლად უნდა მომწეროთ საინტერესო რაღაცები, რაც ხდება, ხალხნო საინტერესო და ესეთი ყურადღება მისაქცევი რაღაცები რო ხდება, ხლა სიმართლე გეტყვით რა ხდება. მარიამის ფან გამარჯობა, რა თქმა უნდა. ხალხნო, მე TikTok-ში შემოვიდოდი ხოლმე გასახალისებლად, ანუ ადრე ერთ-ერთ rilში თქვი, გასახალისებლად და ნუ საღლიცინოთ, მოდი რა ვთქვათ, რომ ბარემ TikTok-ში მოგწერე. აუცილებლად უნდა TikTok-ში შემოვიდოდი ხოლმე სახალისოდ, მაგრამ ბოლო პერიოდში ხალხნო ისეთ ამბებს და ისეთ რაღაცებს ვიგებ, რომ მე ვისტრესები ძალიან. მაგალითად, ნუ არ ვიცი, შეიძლება სხვაგან დაიწყო ამ ქალმა ლაპარაკი, მაგრამ ნატა ვიბლიანის თემები მე გავიგე TikTok-ით, იმიტომ რომ ედიტები იყო გაკეთებული, იმიტომ რომ ბევრი TikTok-ერი გამოეხმაურა. შეიძლება სხვაგან დაიწყო, ვერ გეტყვით. მაგრამ ნატა ვიბლიანის ენით აუღწერელი რაღაცა სიტუაციები რომ მოყვა, ანუ მე ვიყავი შოკში. მაქედან დავიწყოთ. მე დედარო 12 წელი ებრძოდა რა არის. დედარო 12 წელი ელოდებოდა შულზე ამბებს ექსკურსიაზე რო ხალხნო 17 ადამიანი წავიდა ექსკურსიაზე და ადამიანი ღამე დატოვეს სადღაც ტყეში, აი წარმოუდგენი რაღაც ხდება ეგ ჩემთვის და პლუს მაგას ხალხნო ის დრო მენატრება საღლიცინოთ რომ შემოვიდი ხოლმე, ჩემი სიტყვები უკან მიმოქვს, თურმე რა კარგი იყო მარტო საღლიცინო თემებზე რომ შემოვიდიოდი. ეხლა ერთადერთი კატას ძინა სალომე მე გაჩვენებ. ეხლა ერთადერთი იმის იმედზე ვარ, რომ სარკასტიკა, თეთი ეგიდუნაშვილი და მსგავსი გასართობი კონტენტის მქონე ადამიანები გააქტიურდნენ. ეხლა მე ლორენცოს იმედი მაქვს ხალხნო. ლორენცოს ძალიან დიდი იმედი მაქვს, მგონია რომ თავის პოდკასტებს მოხოდავს და ძალიან გაგვართობს და რა ვიცი ხალხნო, აი მინატრება ის დრო, რომ ჰაუსის თემებზე ლაპარაკობდით და ხალისობდით. იმიტომ რომ აი სიმართლე რო ვთქვათ, ძალიან ანუ ნახეთ რის თქვა მინდა, იცით რომ მე შემოვდიოდი ხოლმე, ანუ შეიძლება სხვები უფრო სერიოზულ თემებზე შემოდიოდნენ და ახლა ხალხი შემოსავლის წყარო აქვს და სტრიმერები არიან და ფულს ირიცხავენ, ეგ გასაგებია, მაგრამ მე საღლიცინოთ, სახალისოდ შემოვდიოდი ხოლმე.
და ნატა ბიბლიანის თემები, ექსკურსიაზე დაკარგული ბიჭისნება ხა ბევრი ტიკტოკერი და ინფლუენსერი გამოეხმაურა ამას. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რამდენად ეს ჰაიპის გამოკეთდება თუ რეალურად. მოდი ვთქვათ რა, რომ თუ ადამიანი დამეხმაროს, არ არის პრობლემა, იყოს ჰაიპი. თავარია რომ კარგი რაღაცა გაკეთდეს, ანუ ყველას ჯვარი გვწერია მსგავსი რაღაცის დახმარებაში, მაგრამ იყოს ჰაიპი, თავარია რომ ადამიანს დაეხმარონ. Facebook-ია და გიგავალიანის თემებზე მაქვს ჯერ კიდევ ძალიან დიდი სტრესი და ძალიან ნერვიულობ მაგ თემაზე და მოკლედ აიგეთ ამბებში ვარ. ახლა ჩემი აზრით ერთის მხრივ ძალიან კარგია, რომ ხალხში ამხელა რეზონანსია და ანუ ჯერ კიდევ ხალხს ფეხებზე არ კიდიათ ხალხნო რაღაცეები და ადამიანები. ის ამბავი როგორ მოხდა, რომ ამხელა სვანეთში ამ ერთი ადამიანის გაუპატიურება, ჩაგვრა, წვალება, ტანჯვა ვერავინ ვერ შეამჩნია და ეს დაიგნორეს, ან შეამჩნიეს და მერე დაიკიდეს, ვერ გეტყვით იქ რა ხდება, ანუ ერთი ადამიანის მონაყოლიდან სრული ჯოჯოხეთი ჩანს მართლა. თუმცა ვთქვათ, რომ ეს ადამიანი რო არ გამწარებულიყო ესე, ამ ამბავს არ მოყვებოდა, ხო? და ძალიან ბევრი წელი დაჭირდა. ნუ ხლა თქვენ შეატყობთ, ხო, საუბარზე ადამიანი როგორ ნერვიულობს და როგორი დასტრესილია და ალბათ მთელი ცხოვრება ძალიან ხელი ეშლებოდა. და ჯანსაღად მე სიმართლე გითხრათ, ვიცი ადამიანები, რომლებსაც ძალიან რთული რაღაცები გადაიტანეს, იგივე ძალადობის მხრივ, იგივე სექსუალური, ფიზიკური, მენტალური ძალადობის მხრივ და რაღაცნაირად ხალხმა შეძლეს მოახერხეს, ანუ თავის თავში იპოვეს ის რესურსი, რომ ამ ყველაფერს მათთვის ცხოვრებაში და ფუნქციონირებაში ხელი არ შეეშალა. აი რაღაცნაირად მოახერხეს, არ ვიცი ეს როგორ ხდება. ეს ნამდვილად არ ხდება. ხალხნო ეხლა რო არის გაპაფსავებული და მე აპატიეთ ყველაფერი აპატიეთ. არა, უბრალოდ არის რაღაცა კატეგორიის ადამიანი, რომელიც არის ძალიან მდგრადი, რეზისტენტური და სიცოცხლის მოყვარული და ბევრი კომპონენტია მანდ, მაგრამ ის რომ ყველაფერი უნდა აპატიოთ, მე არ ვარ მაგის მოხრე და ძალიან ნიკო გამარჯობა მფობხაძე. და მე არ ვარ ეს ყველაფრის პატიება და ყველაფრის არა ხალხო ყველაფრის პატიება არ ხდება, უბრალოდ რაღაცეებთან ერთად ალბათ ადაპტირებულად უნდა გააგზავნო ცხოვრება და კი მე პირადად ვცნობ ხლა მე რომ მუშაობდი NGO სექტორში, იქ იყო ძალადობის ხარჯული ადამიანები ისე რომ ისე მოიხოდნენ და ისე ლიერდნენ მიუხედავად ამდენი რაღაცეებისა, რომ ხო არის ადამიანები, რომ სასიცოცხლო ენერგიას აკარგვინებს ეგ ტრამვები და ეგეც ძალიან ინდივიდუალურია, ასე რომ ხო, ეხლა იმ თემას რომ მიუბრუნდეთ ხალხო, აი მართლა მაინტერესებს რამდენად ექსკურსიაზე ხო ყველა ყოფილვართ ერთხელ ორჯერ მაინც ცხოვრებაში ხო შაბა ექსკურსიებზე სერული არ გვიყვარს, არ მოგწონს, მაგრამ ყველა ყოფილვართ, გინდა სკოლიდან, გინდა სამსახურიდან, გინდა უნივერსიტეტიდან. აი არასდროს არ მახსენდება ეგეთი რაღაც, რომ ვიღაცა ჩამორჩენილი იყოს, რაღაცის დახმარება ჭირდებოდეს და ყველამ ეს ფეხებს დაიკიდოს და გულგრილად, ანუ ხალხო ეგეთი რაღაც მართლა წარმოუდგენელია. მე არასდროს არ მახსენდება მსგავსი სიტუაცია, თუმცა მე წაგეკითხავთ, მე მომწერა ერთმა გოგომ შეტყობინება, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირების გარეშე გეტყვით, რომ ქალაქ გარეთ ასევე რაღაც გარკვეული ტიპის ადგილებში ცოტა თვალს მოფარებულ ადგილებში მოდი ეს ვთქვათ, არ მინდა რომ რაღაცა ესე ხალხი მიხვდეს რა რომ ადგილებზეა საუბარი და ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ საქართველოში შეიძლება ძალიან პატარაა საქართველო და ძალიან კეთილი და კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს არ დაგვაუწყდეს რომ
უარავის შემთხვევა, რომელიც ხალხში ადამიანები ძალიან კარგად იქცევიან, რაღაცა როლს ირგებენ და თამაშობენ და მე შეიძლება ქალაქ გარეთ, ღამე, ტყეში, მთაში და რაღაცების სხვა რაღაცების კეთება მოუნდეს. კარგ რაღაცებზე არ ვამბობ ხალხ. მოგეხსენებათ, ხო? ამიტომ ძალიან ესეთი კომპლექსური და რთული თემა, თუმცა მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი რეზონანსული გახდა ეს თემა და ძალიან მიხარია, რომ ინფლუენსერებიც ჩაერთვნენ ამ საქმეში. რატომ მიხარია? იმიტომ რომ რეზონანსულობა, ცნობადობა და ხმაური რაღაცნაირად იქნება 12 წელი იჯდა ეს ადამიანი და ვერ დაეხმარა ვერავინ. არავიდან როგორ მეცასებოდა. ჰაუსი ხალხო, ჰაუსის რაღაცა მაიმუნობებით რომ ერთობოდი ხოლმე, ეგ დრო მომენატრა, იმიტომ რომ ეხა ბოლო პერიოდის ეს ძალიან მძიმე თემებია და რაღაცნაირად, ხო, ჰაუსი ძალიან კარგია ხალხს რომ მკითხეთ, აბა მუზეუმზე რას ფიქრობ? მარიამი და ჯავახა რატო დაშორდნენ და ესეთ რაღაცები მკითხეთ, იმიტომ რომ ძალიან სახალისო ყოფილა, არ ვაფასებდი აქამდე. კი, ერთმა გოგო მომწერა სხვათა შორის ის ვიდეო რო ჩაუწერე, რომ ჯორჯ ისინი კიდე ბავშვი რატო დაშორდნენო. ჯორჯ, გეთახმები ხომ, არა რა ვიცი რა პრობლემაა მაგაში, არანაირი პრობლემა არ არის. სხვათა შორის ეს ვიდეო რო ჩაუწერე, რომ შოკირებული ვარ თქვა მომხდარი ფაქტი და 12 წელი რო დედა ეძებდა შულს. ხალხო როგორ, ანუ ექსკურსიაზე გაუშვა თავის კლასთან თუ ჯგუფთან, ხო? და იქ მარტო კი არ იყო ეს ადამიანი, იყო კიდე მაგის გარდა 17 ადამიანი. რა გახდა რომ 17 ადამიანი ცალ-ცალკე დაიკითხოს? რა გახდა რომ ყველამ რაც მოყვა მე ეს ჩვენებები ერთმანეთს დაემთხოს, იმიტომ რომ გამორიცხულია ხო ყველამ შეცვალოს და ხა 17-ვე მე არ მჯერა რომ 17-ვე დეტალურად დეტალებზე შეთანხმდებოდა და ესე იტყოდა ყველაფერს, სადღაც აუცილებლად რომელიღაცას რაღაცა წამოწდება და შეშლება. ანუ მე მგონია რომ გაატყავეს და დააწერეს, აი მე ბავშვი გაატყავესო, აი მე არ იყო სამეგზობლო მამიდასთან იყო თბილისში. ხო, ნუ კლასი არ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კლასი ჯგუფი, ანუ ექსკურსიები ხო ძირითადად კლასი ჯგუფი სამსახურები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა კატეგორიის ადამიანები ხო იყვნენ, თუნდაც სამეზობლო იყოს ლალიკო. მაგ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, არის ადამიანი, რომელიც ან ცუდად გახდა, ან შეუძლოდ გახდა, ან რაღაცა გასაჭირი ქონდა. ხო, შენ ვერ ეხმარები მინიმუმ 112-ში ხო უნდა დარეკო, რომ ვიღაცა გამოიძახო და დაეხმარო, თუ დაუშვათ ფეხი გადაუბრუნდა და გადავარდა. იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ცუდად გახდა, მოიწამლა, რაღაცა მოხდა, ანუ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ლალიკო, ის უყურეობა მე რუსებმა ანა რუსების სისასტიკე ჩეჩნეთის ომში და საქართველოს ომში და აფხაზეთში სამაჩაბლოში და ასე შემდეგ არის საქვეყნოდ ცნობილი და მაგაზე საშინელებები მსმენია კი არა, ჩემი მეგობრის მშობლები უშუალოდ იბრძოდნენ აფხაზეთში და ერთ-ერთ ჩემი მეგობრის მეგობარს მაშინ ეს ბავშვი იყო სკოლაში ვსწავლობდით თავი მოაჭრეს ეს მამამის და გამოუგზავნეს ესე რაღაცა ყუთით, იმიტომ რომ ხო, ნუ საშინელებები ხდებოდა. ჯორჯ, რატო გყავს დაბმული, ანუ რა მიზნით? თათია, ჰაი. ხო, ნუ ძალიან ვითარება, გეთახმებით რომ მარტივი, ნუ მე გეტყვით რომ ყველაზე დიდი ესე ვთქვათ, ყველაზე მძაფრი შეგრძნება ამ ამბავთან დაკავშირებით არის ის, რომ უსუსურობა და შიში რომ ადამიანს უჭირს და ვერ ეხმარები, აი 17 წლის ბიჭის დედაზე მაქვს საუბარი. ასევე წარმოდგენა არ მაქვს 30 წლის წინანდელ
ამბავს როგორ გამოიძიებს ახლა რამდენად შესაძლებელია ამის გამოძიება 30 წლის წინანდელი დანაშაულის წარმოქმნა არ მაქვს ნატავიბლიანის ძალადობის თემებზე მაქვს საუბარი და ალბათ კიდევ არის უამრავი რაღაც უბრალოდ ბოლო პერიოდში გახმაურებულ ამბებზე ვამბობ ჯორჯ აღარ იხუმრო 12 წელი გავიდა და ნატავიბლიანის შემთხვევაში გავიდა 30 წელი თუ მეტი ხო ეს 12 წელია ეძებს დედაშვილს ანუ არის ნუ სავარაუდოდ ალბათ ცოცხალი აღარ არის მაგრამ ნეტა იყოს ნუ უბრალოდ მაინც ადამიანს ჭირდება იცოდეს ნუ მოკლედ საშინელი ამბავი ხდება ხო მომენატრა ეს ჰაუსის თემებზე რომ ვხლიცინებდით ხალხო რა კარგი დრო იყო მე მაინტერესებს რომ გათხარონ არ იყოს იქ არაფერი მერე რა ხდება ლალიკო ზუსტად არავინ არ იცის სად არის და როგორ არის ხო ამიტომ სიცილის გამო რო ბიჭი მოკლეს მე მგონი არც გაუცინია შემთხვევით გამოიარა ტაქსით ხახო და არც გაუცინია მე მგონი ეგ ხო საერთოდ მენტალურად და ფსიქოლოგიურად გაუწონა სწორებას რომ იარაღები ქონდა სახში და წარმოუდგენელი ამბავია გეთანხმებით არა ხალხო ძალიან მძიმე საკითხია და წარმოუდგენელია რომ გულგრილად ჩაუარო ამ ამბებს უბრალოდ აი მე TikTok-ში შემოვიდოდი ხოლმე სახალისოდ სამაიმუნოდ რაღაცა გადაობების ანახავად და თან სულ გეუბნებოდით ხოლმე რომ ისა თქო რა ქვია სასაცილო ვიდეოები გამომიგზავნეთ თქო გახსოვთ ანუ სასაცილო ვიდეოების გამოგზავნის სურათებია და დაიშორდნენ რა ვიცი ერთად იყვნენ რომ აი მე ნო დარგელაშვილი არა არ ვარ ხო მოკლედ რა კაი ყოფილა ჰაუსზე მაიმუნობა და ხლიცინი ხალხო რა კარგად ვერთობოდით თეო ბალიაშვილი გამარჯობა როგორ ხარ დამთავრდა და ახალი სეზონის დაწყება მინდა, იმიტომ რომ გავხაიზდეს ცოტა ისეთი ზედაპირული და საღლიცინო თემები შემოგვაკლდა მე მგონი. საღლიცინო თემები ხალხო ბევრად ჯობია. ნუ საღლიცინო თემები ხო ვთქვათ, რომ ყოველთვის არის და იქნება უბრალოდ აი ბოლო პერიოდში ამბები რაც იყო, მოკლედ საშინელება. ჩემზე ყოველ შემთხვევაში ძალიან იმოქმედა. მე ის ვიდეო რო ჩავწერე, ხო, მომწერა ხალხმა, ერთმა გოგომ მომწერა, რომ რამდენიმე წელი ერთად მუშაობდითო და ექსკურსიაზე რო წავედითო, მაშინ დაიწყო ამ ადამიანმაო ჩემი ასე ვთქვათ შევიწროვება და ჩემზე ძალადობაო და ასე რომ შეიძლება ნაცნობებთან ერთად წახუდე ხალხო, მაგრამ მაინც არ იყო უსაფრთხოდ.
თორნიკევინ მოგცათ აზრის გამოთქმის უფლება. ჩვენ ეს უფლება, აზრის გამოთქმის უფლება გვაქვს დაბადებიდან. შენ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ აზრის გამოთქმის უფლება ყველას, მათ შორის შენს გაქვს დაბადებიდან. დღევანდელ საქართველოში არ გვაქვს საღლიცინო და სასაცილო საქმე. ანა 24 გეთანხმები აბსოლუტურად, უბრალოდ რაღაცნაირად მაინც ალბათ გვინდა ხოლმე რომ ცოტა გამხიარულეთ სულეგარი, თორემ მართლა არ გვაქვს. ბექა ბირკაძე არ ვიცი, ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა ძალიან მინდა რომ დაიწყოს, რომ ვიხალისო ხოლმე. ლილეკო 25 ჯავახაზე მაინტერესებს შენი აზრიო. ჯავახაზე მე კარგი აზრის ვარ. რადგან არაფერი ედიტები აღარ ჩამიგდეთ ხალხო, მე მგონი ის პეიჯები, რომლებიც ედიტებს აკეთებდნენ, იმათაც მობეზრდათ, ისინიც აღარ აკეთებენ მაგ ედიტებს და მაგიტო აღარ მიგზავნით. ნუ კრედიტი მადლობა. ულამაზესი ხარო, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი მაგიტო არ მიგზავნით, ხო, არც ედიტებს არ ნუ ხა შესაძლებელია არც არაფერი საინტერესო არ ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ლორენცოს იმედის სულ მაქვს, რომ რაღაცა აქტუალურ თემებს შემოაგდებს, თუნდაც სიმსუქნეზე, თუნდაც ჭარბწონაზე, ქალებზე, კაცებზე. ანუ მე ლორენცოს იმედის სულ მაქვს ხალხო. აუცილებლად TikTok-ს არ მოაკლებს ეგ თავის ღვაწლს. ასე რომ ნუ სარკასტიკასაც შეეხება ხალხო. მე სარკასტიკას როგორც იუმორისტულ პოდკასტს ახალისოს ხა ყველა სტუმარი ნამდვილად არ მომწონს ხოლმე, ვისაც ეძახიან. ხო არ არის ყველა საინტერესო, ხო, ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ნუ ფორმატი, ნუ კარგი აქვს რაღაცა და მოურიდებლად ეკითხებიან ხოლმე რაღაცა თემებს და ასე შემდეგ და ძალიან ხალისო გადაცემა, მაგრამ ხალხო მე მაინც როცა არის მენტალურად დავადებული ადამიანი, მაგის მოწვევას ესე ინტერვიუები, სხვათა შორის სარკასტიკას გადაცემას ვუყურე და არ ქონდათ ეს თქვათ ნაზღაიძემ რო იცის ხოლმე, ხო, ძალიან შეტევა და ასე შემდეგ. ხა ჩვენ სტუმრები ყავდა, ისეთი შეკითხვები დაუსვეს, შოკში იყვნენ, ხო? მაგრამ როგორღაც ქეთი ეგიდუნაშვილს უკვე რახან მოიწვიეს, უკვე რეიტინგული იქნებაო, აღარ იყო საჭირო ხა იქ ძალიან ხისტი შეკითხვების დასმა და ასე შემდეგ და შესაბამისად რეიტინგს მაინც დაწერსო იფიქრეს და რა თქმა უნდა შედარებით ისე დელიკატურად, ხვჭყალებში დელიკატურად მოექცნენ, მაგრამ ხალხო, აი მარინა კანის შემთხვევაშიც გავიხსენოთ, ხო? მარინა კანი როცა იყო ყველაზე ცუდად, ადამიანი ამბობდა, რომ კლინიკაში უნდა დაუწვეო, ანტიდეპრესანტებს სვავო და ასე შემდეგ და ყველა მაგ დროს იწვევდა პოდკასტებში. ეხლა ეს გოგო გამოჯამხდა და ანუ დასტაბილურდა და ეხლა აღარავინ აღარ იწვევს. სასწაული. არ ვიცი შეურიგდა თუ არა, ხო წარმოგენა არა მაქვს, მაგრამ ის რომ მენტალურად რო ადამიანი არის დაუშვათ წამლებზე, თერაპიაზე, ფსიქოტროპულებზე, ანტიდეპრესანტებზე და ასე შემდეგ, ხო, მოდი, ეხლა ვიღაცამ დამიწერა, რომ ძალით კი არ მიყავთო. კი ხალხო თავისი ნებით მიყავთ, მაგრამ მაგ დროს როცა ადამიანი არის ეგეთ მძიმე მდგომარეობაში და არის წამლებზე, თერაპიაში და ასე შემდეგ, თავისი ნებით მისვლა ცოტა ისი არის, ანუ თლათ არ არის რაციონალური შეფასებების მქონე. ამიტომ მე არ მივესალმებ მაგ ამბავს, უბრალოდ ხო რეიტინგული არის ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს ჰაიპი თემები, მოდი ვთქვათ, რომ ჰაიპი თემები არის ხოლმე. ეხლა ძალიან ბევრი ინფლუენსერი ვნახე TikTok-ზე, რომელმაც აუდიტორია ამოკრიფა მარტო იმიტომ, რომ დავუშვათ პოლიტიკური რაღაცეები თქვა ხოლმე. ვიღაცა პოლიტიკოსი, ვიღაცეები პოზიცია თუ ოპოზიცია, აქეთ-იქით ლანძღა და ასე შემდეგ. ნუ ახლა დასაგებია, რომ ეს ჰაიპი თემებია და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ სოციალურ
ჰაიპი თემებზე მე არკნენ და რაღაცები შემოგვყიდეს. თმის დაგრძელება როგორ მინდა, მაგრამ ქუთაისში არ ვარ. თმის დაგრძელება ხახნო ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე ყოველდღე ვიბან თავს და მგონია რომ ეს დაგრძელებული თმა როგორ უნდა გავიშრო. ნახეთ, არასდროს არ მქონია დაგრძელება და მითხრეს რომ ვერ გაიკეთებ. აი ნახეთ როგორით. თმის დაგრძელების გოგო არის შემოსული და მითხრას თუ გაკეთდება ჩემ თმაზე თმის დაგრძელება ძალიან და მარიამს რო აქ ძალიან მომწონს კი. ძალიან მომწონს მარიამის დაგრძელება ძალიან უხდება შავი თმა მარიამს უხდება შავი თმა განსაკუთრებით გრძელი კი ხავს არ ხალხნოლის თქვა მე ძალიან მინდა რომ დაიწყოს მე ძალიან ველოდები მე მგონია ხალხნ რომ არავინ არავის არ იყენებს როცა არის წვრილი შეყვარებული ორი ადამიანი არავინ არავის არ იყენებს ხალხნ არავის ძალიან დაეხმარა მარიამი ჯავახას მოგებაში თუმცა მე არ მგონია რომ მარიამი ეგეთი სუსტი იყოს რომ ვიღაცამ გამოიყენოს საკმაოდ ძლიერი ადამიანია. ნუ TikTok-ი და სოციალური ქსელებით სიმართლის გარკვევა ხალხნო თითქმის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვისაც რა უნდა იმას იტყვის და დაწერს, ისე რომ არ წარმოადგინოს არანაირი ფაქტები და მტკიცებულებები ზოგადად, ანუ უბრალოდ იტყვის ემოციაზე ჩააჭერს ადამიანს, ასე ვთქვათ, ემოციაზე იმოქმედებს და ადამიანებს ხშირად ისეთ რაღაცების ჯერათ, რაც დაუშვათ შესაძლებელია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, მაგრამ მეორეს მხრივ მოდი ვთქვათ, რომ TikTok-ი და სოციალური ქსელების პლატფორმები ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ერთადერთი საშუალება, რომ ადამიანმა ხმა მიაწვდინოს თავისი გაჭირვების შესახებ. არის ხოლმე ერთადერთი საშუალება, რომ ადამიანმა მოიპოვოს მხარდაჭერა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მსხვერპლზეა საუბარი და როცა რაღაცა განსაკუთრებულად დიდი წნეხის მქონე რაღაცა მოვლენებზე ხოლმე საუბარი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მხარდაჭერას. ხშირ შემთხვევაში ასეთ ადამიანს არავინ არ ყავს ხალხნო მხარდამჭერი, არც მეგობარი, არც ოჯახის წევრი, არავინ. რამდენს გქონიათ, რომ ძალიან ბევრი მეგობარი, ნაცნობი ოჯახის წევრებიც არის, მაგრამ რო დაგჭირვებიათ, მხარში არავინ არ დაგიდგათ. აბა თქვით, რამდენი ყოფილხართ ესე? ფირუზი, ქართველი ვარ, ფირუზი. ხო, ანუ უპირობო მხარდაჭერა არ არის ხო, მე მაქვს ესეთი მიდგომა და შეხედულება. არავინ არ არის ვალდებული, რომ რაღაცას როცა აკეთებ, რაღაცა მიზნისკენ მიდიხარ, რაღაც გადაწყვეტილებას იღებ და შენ ცხოვრებაში რაღაცას ცვლი, პირობითად რომ თქვა
არავინ არ არის ვალდებული რომ მოერგოს შენს მიზნებს, შენს საჭიროებებს და ასე შემდეგ. არანაირი ვალდებული არ არის არავინ. თუმცა მეორეს მხრივ თქვათ ისიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას და მე ვიცი ადამიანები, ნახეთ, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესე, რომ კითხავ მის ეს რატომ ვერ გააკეთე, ხო გეტყვიან, არავინ არ დამიდგა გვერდით. არავინ არ იყო ვინც გამამხნევებდა. არავინ არ იყო ვინც დამიჯერებდა, არავინ არ იყო ვინც დაიჯერებდა ჩემ ნათქვამს. მაიმე, ვიღაცა იწყევლება. აი ხალხო, სიკვდილს რომ გისურვებენ და იწყევლებიან. ეგეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ბოროტებას გააკეთებს. ნუცი მეც მიყვარხარ. ხო და მაგას ვამბობდი რა, რომ ხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებია ხოლმე. უამრავი ადამიანი არის, რომ რაღაცას ვერ აკეთებს ზუსტად მაგით, რომ აყავს მხარდამჭერი გულშემატკივარი და ფაქტობრივად შეიძლება გარემოცვაში იყოს ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და ასე შემდეგ, მაგრამ თავი იგრძნოს მაინც მარტო. ასე რომ, ნუ ციკატას ძინავს, ეხა ხვანხვალებს და გაიღვიძებს და გაჩვენებთ. ნუცი ზოდიაქოთი არ ვარ მერწყული, მე ყველა ზოდიაქო მომწონს, თუნდაც ზოდიაქოზე მე მოგიყვებით. არიცი რა მოხდა მუზებს შორის და ლორენცოს გეტყვით მაგასაც. ვიცი და გეტყვით. თუ ვიცი და არ გითხრათ. ხო და განსაკუთრებით როცა მსხვერპლზე და მოძალადეზე გვაქვს საუბარი, ხო, აი ყველა გახმაურებული ფაქტი ხალხნო. ყველა მსხვერპლის სასარგებლოდ მოგებული საქმე, მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი თუ მორალური თუ არასამართლებრივი. გავიხსენოთ, ან ჟურნალისტმა უნდა მოკიდოს ამ საქმეს ხელი და ჟურნალისტი დაგიდგეს, ან ვიღაცა ცნობილი ადვოკატი, ან რომელიღაცა უფლებადამცველი, ან NGO, ან მეგობარი, ან მდიდარი მფარველი, ან ოჯახის წევრი, ასე შემდეგ. შენ შემთხვევაში მსხვერპლი ზუსტად იმიტომ არის მსხვერპლი, რომ არის მოწყვლადი და სუსტი. მაგიტო გახდა მსხვერპლი, ხო? ანუ რესურსები არ ქონდა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია. მაგიტო გახდა მსხვერპლი, ხო? შესაბამისად, მხარდაჭერას თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, როგორც გითხარით, როცა რაღაცას აკეთებთ, როცა რაღაცა გადაწყვეტილებას იღებთ, მარიამ ყარყარაშვილის ფან ის ვიღაცა ნიკიეთ ვიღაცა დაუბლოკე, რომ იწყევლებოდა, ასე რომ მეტი მოდერი არ გჭირდება, იმიტომ რომ მე დემოკრატია მაქვს, ვისაც რა გინდათ ის კომენტარები დაწერეთ ხალხო, მე პრობლემა არ მაქვს. და შესაბამისად, ხო, მეორეს მხრივ მაგას ვამბობდი ზუსტად დავასრულებთ შემსათქმელს იმაზე, რომ არავინ არ არის ვალდებული, რომ თქვენ საჭიროებებს, მიზნებს, რაღაცებს მოერგოს და ყველაფერში წამოყვეთ და ყველაფერში მხარი დაგიჭიროთ. საერთოდ არავინ არ არის მაგისი ვალდებული. ხო, კეთილინება შეიძლება იყოს, ხო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ადამიანი, ყველაზე მეტად თავის თავს უნდა დაეყრდნოს, ჩემი აზრით. ხო. მარიამის ფან, პირადში მე სულ პასუხობ ხოლმე, შენ გამიგზავნე რაღაცა საინტერესო ვიდეოები, ფუტბოლ ფან, რა თქმა უნდა, ინსტა მაქვს. ხო და ლორენცოს და მუზების შემთხვევაში ვარ მე ეგ ვიდეოები რაც ჩამიყარეთ, მოკლედ, მაგაზე გეტყვით ხალხნო.
ლორენცო ახლა ის ადამიანი არ არის ვიღაცას რაღაცა მოუთმინოს, სათქმელი იყოს და არ თქვას, ძალიან კარგად აქვს ხოლმე ყველაფერი გააზრებული და ძალიან კარგად აქვს ხოლმე ყველაფერი გაანალიზებული. საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია, იმკუთხით ხა შეიძლება მოგწონს, არ მოგწონს, რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ვერ დავაბრალებთ იმას, რომ რაღაცებს ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს და რაღაცები ეშლება. მაგას რაც შეეშალა და რაც თავიდანვე ვერ მიხვდა, იყო ის, რომ რატომაც ეგონა, რომ მუზებს მოიმადლიერებდა რამენაირად. არ არსებობს ჰაუსში ადამიანი და მე მგონი ჰაუსის გარეთაც ვინც მუზების საქციელს აიტანდა. წარმოუდგენელია ეგ. ასე რომ ხა ლორენცო რა თქმა უნდა ამას ისე არ დატოვებდა და აუცილებლად იტყოდა ხო არის ჰაიპის ნაწილიც, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ რაღაცაში არასწორი თქვა. ზუსტად მაშინ როცა ფინალი იყო და მაგათ ძალიან ჭირდებოდა მხარდაჭერა, კი გენაცვალე იყო ლორენცო მაგათ გვერდით, მხარი დაუჭირა და ლორენცოს ძალიან ბევრმა ფანმა, გულშემატკივარმა მუზებს დაუჭირა მხარი. მართალია ვერ მოიგეს და სამართლიანად ვერ მოიგეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლორენცო მხარი დაუჭირა. სანაცვლოდ რა მიიღო ვირო მადლი, როგორც ყველა ლელუმაც ვირო მადლი მიიღო მუზებისგან, ქუთაისელებმაც, ლორენცომაც, ყველამ ვინც მაგათთან საქმე დაიჭირა. ფონდო მარაო აცადეთ. მაგრამ ეგ დაუბლოკე უკვე, ანუ 1-2 ესე გამოხდება ხოლმე და ეგრევე უბლოკავ. სიმართლე ვთქვა, არც ერთი არ იყო ფინალისტი. რა ვიცი რა ხალხმა ესე გადაწყვიტა, ესე იგი იყო. მე ფინალს სხვა იმას დავსვამდი. ფინალი რო საინტერესო ყოფილიყო, ის კი არა რომ ვიღაც, უფრო საინტერესო ფინალი რო ყოფილიყო. სხვათა შორის მოდი ახლა ტელეფონს ავიღებ და მარის დავურეკოთ, გინდათ? დავურეკოთ მარის. ტელეფონს მოვიდა. სად არის ნახოთ მარიამი? არ ვიცი სად არის. დავურეკოთ მარიამს. მომენატრა, მეც მომენატრა. მოდი, აი ვურეკავ. შაბარცალია ხალხმა ახლა. აი ვურეკავ. შეიძლება ძინავს.
ეს ძალიან დივა, მართლა ეს არის თანდაყოლილი დივა. კი, ძალიან დივა არის. კახა ჯვარეშვილი gmail.com შენი აზრით კახა ჯვარეშვილი შენი აზრით ეხლა ის რამდე წელი გითხოთ მარის რაზე ურეკავ მოსაკითხად და სასაუბროთ რაზე ურეკავ ურეკავ ხოლმე ხალხო რა პრობლემა სალამ შევხვდით რა და ფოტოები დაგვიდა. აუ, ძალიან მომენატრა სხვათა შორის, ძალიან საყვარელია, ძალიან მომენატრა, კი. გუგაზე რას გვეტყვი? გუგა ვინ არის ხალხნო? გუგა ვინ არის? საკა აიმე ხო გამარჯობა ლორენცოს განცხადებაზე რა სიტყვიო იო რომელ განცხადებაზე სელენა რა ლამაზი სახელია ხო სელენა გომესის ფანი იქნება გოგოებს რო შეხო აი მე როგორ ვიტანა მანიაკს ხალხო რატო არის მანიაკი და რა ვის რა დაუშავა ჩემი აზრით ერთადერთი ვისთანაც ლორენცოს ძალიან შეეშალა და ცუდად მოიქცა ეს იყო მარიამი. სხვებთან რავი. მარიამთან არასწორად მოიქცა ნამდვილად. მარიამი იყო 100%-ით მართალი ლორენცოსთან. გოგოებს რა დაუშავა იო? აბა შენი აზრით რა დააშავა? ჰეითი ჰაიპი ხალხო TikTok-ში და სოციალურ ქსელებში ჰაიპის გარეშე ვერაფერი ვერ გაკეთდება ვერასდროს. სტრიმერები ნუ თუ არ გინახიათო. სტრიმერები ასევე TikTok-ის მომხმარებელი ადამიანები, ვისაც შემოსავლად აქვს TikTok-ი, ბარბარე
ჰაიპის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ყურადღების მიქცევა. ამიტომ თუ რაღაცა ჰაიპის სურვილი გაქვს, შესაბამისად ჰაიპის რაღაცებიც უნდა გააკეთო. მასე აკეთებდნენ ქუთაისელები, მასე აკეთებდა ლორენცო, მასე აკეთებდა მუზები და ასე შემდეგ. ჰაიპისთვის აკეთებდნენ ძალიან ბევრ რაღაცას და სწორად აკეთებდნენ, ანუ აუდიტორიის მოზიდვის მიზნით, ხო. ხოდა ჩაწერონ კაცო ვიდეოები ძალიან კარგია. არავინ არავის არ ვლანძღავთ კაცო, პრობლემა არ არის, არავინ არავის არ ვლანძღავთ, არავინ ხა ჩვენი შეხედულებები გვაქვს, ჩვენი აზრები გვაქვს. ამიტომ არის ადამიანები ხახ რომელიც ძალიან თამამად და დაუფარავად შეგვიძლია რაღაცეების თქმა, ასე რომ ვერ გეტყვით. ერთი ძალიან ლამაზი გოგო არის TikTok-ზე და ანუ ისეთი საკმაოდ ეფექტური გარეგნობის და ყველა ესე იგი კონტენტი აქვს რაზე სადღაც შევარდება, იჩხუბებს და წერს მერე ვიდეოებს, როგორ იჩხუბა, როგორ ცუდად. ნუ, არ ვიცი, მაგის ენერგია მომცანეტა, მაგრამ მას კიდე დავრეკო, შეიძლება ძინავს, ხახნო ვერ გეტყვით. არ მგონს, ხო ესე იგი ძინავს. ტასო თუ არის ონლაინ ჩავრთავ. ანასტასია გახდა მგონი სტრიმერი, ხო? მე რაზე მეცინება ხოლმე, იცით, ხალხნო რაღაცები რომ მიწყნარდა რა, რაღაცა თემები რომ მიწყნარდა, ესე ვთქვათ და ანუ მარიამიც აღარ შემოდიოდა. ეს ვინ არის? Co-host. მარიამიც აღარ შემოდიოდა ხომ რაღაცა ჯავახად თავის საქმეებში იყო რაღაცა ეს ჰაუსელები და მე იყო ესეთი თემა რომ ანასტასიას ყავს ახალი შეყვარებულიო და ეხლა მაგათ დაშორებაზე ნერვიულობდა ხალხი და მე მეკითხებოდნენ ხოლმე რომ რატო დაშორდნენ საყვარლები არიან ხშირად რეკა ხოლმე მოსაკითხად კი მეგობრებო წავედი ახლა საქმეები მაქვს ცუცუტა მე კიდე შემოვალ შეკითხები თუ გაქვთ რაღაცები აი აქ დაწერეთ და ვიდეოები და ედიტები საინტერესო თემებზე სასაცილო არასასაცილო გამომიგზავნეთ ინბოქსში აბა თქვენ იცით